მოქალაქე მარინა სალვარიძე გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს და აჭარის მთავრობას და ქალაქის თვითმმართველობას ბინის გადაცემის თხოვნით მიმართავს. სალვარიძის განმარტებით 20 წელზე მეტია ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ქირით ბარაკის ტიპის სახლში ცხოვრობს. შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მეუღლე კი ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილე. სალვარიძე აცხადებს, რომ დახმარებისთვის მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა ამ დრომდე ვერცერთ პროგრამაში ვერ მოხვდა. მათ შორის უარი მიიღო პროექტისაგან სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში. საპასუხო დოკუმენტში უარის საფუძვლად ოჯახის შეზღუდული შესაძლებლობების წევრებია დასახელებული. მარინა სალვარიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს. სოციალურად დაუცველს იურიდიული დახმარება უკვე შესთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის. მიმართე იყო ასეთი პროექტი საცხოვრისი კეთილგანწყობის გარემოში, რომ მოხვედრილიყავი ამ პროექტში. ეს მიმართე წერილობით, მართლაც მოვიდა კომისია, შეგვამოწმეს საცხოვრობდით რა პირობებში, რომ ვაკმაყოფილებდით თუ არა კრიტერიუმებს. მოხდა ეს ყველაფერი შემოწმება და ერთი თვის შემდეგ მოდის ასეთი პასუხი, წერილობითი პასუხი, რომ მე მყავს ორი ოჯახში, ორი წევრი ფსიქიკურად დაავადებული, შეზღუდული მქონე პირები და ამის გამო მეუბნება უარს. ჩვენი შესწავლის შედეგად ნახეთ, რომ იმ საცხოვრებელ სახლს, სადაც ქალბატონი მარინა ცხოვრობს, ძნელად შეიძლება ეწოდოს საცხოვრებელი, იმიტომ რომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, მერიისგან, ყველა შესაბამისი სტრუქტურებიდან, თუნდაც საქველმოქმედო ფონდებიდან. აი ასეთ მოქალაქეებს უნდა ვივხედოთ.